მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა, საავტორო გადაცემა რეზიუმე. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. დღეს როგორც იცით, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ თავის მეუღლესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისმა მეუღლემ ასევე ის ადრე იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი კოტე იოსელიანმა იცით რომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის უტა ივანიშვილს 8 წლის წინ ერთ-ერთ ეთერში გაკეთებული განცხადების გამო, რომელიც სადაც უტა ივანიშვილის პირად ცხოვრებას ეხებოდა. ყველას გაუჩნდა კითხვა, რატო გაახსენა ადამიანს 8 წლის წინ და 8 წლის მერე რატომ ნათქვამი და რატომ უნდა 8 წლის შემდეგ ბოდიშის გადახდა, მაშინ როცა მაშინვე გამოიხადა ამის გამო ბოდიში, მაგრამ ეთიკური განცხადების გამო. შესაბამისად, ამ კითხვას დღეს თინა ბოკუჩავამ ასეთი პასუხი გასცა საგანგებო ბრიფინგით. მან თქვა, მინდა საზოგადოებას მოუყვე რა მოხდა ჩემი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერამდე. ჩემს მეუღლეს საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე ღამით ჩაუსაფრდა 5 ნიღბიანი პირის თავს დაესხნენ და გაიტაცეს. რეალური მიზეზი ჩემი დაშინება, ჩემი გაჩუმებაო, თქვა თინა ბოკუჩავა. მისი განმარტებით მტკიცე გამტაცებლები მის მეუღლეზე 8 საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ვარაუდობენ, რომ კოტე იოსელიანი მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ეგრეთ წოდებული მოდულის შეფებაში. საზოგადოების ნაწილმა იხილა ვიდეო, თქვა ქალბატონმა თინამ, რომელიც გუშინ ჩემმა მეუღლემ კოტე იოსელიანმა გამოაქვეყნა, სადაც ის თითქოს ბოდიში ხდის მის მიერ 2018 წელს გაკეთებული საჯარო კომენტარის გამო უტა ივანიშვილთან დაკავშირებით. მე მინდა საზოგადოებას მოუყვე რა მოხდა ამ ვიდეოს ჩაწერამდე. ჩემს მეუღლეს ჩვენი საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე ვაკის აუზთან, სადაც ჩვენ 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობთ, ღამით ჩაუსაფრდა 5 ნიღბიანი პირი, მას ეს 5 ნიღბიანი თავს დაესხა, თუმცა მძიმე ფიზიკური დაზიანების მიყენება ვერ შეძლეს. ამ ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ჩემი მეუღლე ჩასვეს მანქანაში, თვალები აუხვიეს, თვალები ახვეული და ხელებს შეკრული გაიტაცეს უცნობი მიმართულებით. თუ ამბობს, როგორც ის ვარაუდობს, ის წაიყვანეს მოდულის შენობაში და მას ემუქრებოდნენ, მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ და როგორც ქალბატონი თინა ამბობს, უხსენეს მცირეწლოვანი შვილები, მათი გადაადგილების მარშრუტები და ასე შემდეგ. ის ასევე ამბობს, ყველას პირადი ცხოვრება პირადია, წერტილი, ყველას კარგად გვესმის, რომ უტა ივანიშვილზე 7 წლის წინ გაკეთებული განცხადება, რომელიც კოტემ ფაქტიდან 3 დღეშივე საჯაროდ მოუხადა ბოდიში, კოტეს გუშინდელი გატაცების რეალური მიზეზი არაა. ეს არის მხოლოდ საბაბი. რეალური მიზეზი არის ჩემი დაშინება და ჩემი გაჩუმებაო, თქვა თინა ბოკუჩავა. ახლა მინდა ძალიან გარკვევი ვთქვა ბიძინა ივანიშვილის, მისი ყველა ოჯახის წევრის, კოტეს გამტაცებლების და გატაცების დამკვეთები, მათ შორის გელა გელაძის, რომელიც როგორც მეუბნებიან, როდესაც ამერიკაში პოლიტიკურ მეცნიერებას სწავლობდი, ვანო მერაბიშვილის ყურმოჭრილი მონა იყო. ყველას გასაგონად მინდა გარკვევი ვთქვა, არ მეშინია, არ გავჩუმდები და ვიბრძოლებ თქვენი ძალადობრივი, მოღალატეობრივი რეჟიმის დემონტაჟისთვისო, განაცხადა ქალბატონმა თინამ. სულ რამდენიმე წუთის წინ თინა ბოკუჩავას განცხადებას გამოეხმაურა მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მან თქვა ასეთი რამ: კოტე იოსელიანმა რაღაც მოსაზრება შეიძლება არაკორექტული გამოთქვა 8 წლის წინ და დღეს ისჯება, იმიტომ რომ ეს ეხებოდა შიშველი მეფის ოჯახს. ეს უკვე არის ამ რეჟიმის განაჩენი, ამბობს სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილის განცხადების მსგავსი ქმედებები მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების სისუსტის ნიშანია და ჩვენ ერთის მხრივ უნდა დავგმოთ ეს მოქმედება და ამავე დროს ვიცოდეთ, რომ ეს არის მართლაც მათი განაჩენიო, ამბობს სალომე ზურაბიშვილი. ხელისუფლების გამოხმაურება ასეთია, გიაბოლსკის ციტატას წაგიკითხავს, ის რაც თინა ბოკუჩავა ამბობს, უნიჭო სპექტაკლია. მაგრამ ამავე დროს სიბოროტის ის დონი ახლავს, რომელიც ახასიათებდა ნაცმოძრაობას. რასაკვირველია, კოტიკოს დაუძახებენ და გამოკითხავენო, კოტე იოსელიანი მართლაც გამოიძახეს შინაგან საქმეთა სამინისტროში და გამოკითხეს ამ საქმეზე. დღეს ბუნებრივია ჩვენ ამ თემაზეც ვისაუბრებთ და ჩვენი სტუმრები იქნებიან ლაშა ფარულავა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომელიც ცოტათი გვიგვიანებს და შემოგვიერთდება, იმ პარტიის წევრი, ვის ყოფილ წევრს და თავმჯდომარესაც ეხება ეს ყველაფერი და ანი ქავთარაძე კოალიცია ცვლილებების წევრი, რომელიც უკვე ჩვენთან არის სტუდიაში. მოგესალმებით. მოგესალმებით. გამარჯობა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენი პარტიაც გამოუხმაურა, როგორც ნახე ამ ამბავს და მოდი ჩვენს მაყურებლებს და რადიო მსმენელებსაც რომ უთხრათ თქვენი შეფასება როგორია, რა ხდება რეალურად, რა მოხდა 8 წლის შემდეგ, ვის გაახსენდა, რატომ გაახსენდა და ასე შემდეგ ეს ამბავი. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში აუცილებლად უნდა დავაფიქსირო, როგორც
პირადი ჩემი სახელით ასევე კოალიციის თანადგომა მხარდაჭერა თინა ბოკუჩავასადმი, ქალი ლიდერისადმი, რომლის შევიწროვებას მოინდომა ახლა რეჟიმმა. ფაქტია, რომ ყოველდღიურად უჭერს და უჭერს მარწუხებს რუსული რეჟიმი და გამოხატავს სხვადასხვა ფორმით, როგორც მოქალაქეების, ასევე პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომელთა დაშინებასაც ცდილობს, რომელთა ბრძოლის ველიდან ჩამოშორებასაც ცდილობს და ჩვენ ხედავთ, რომ აი ეს ფრონტის ხაზი გაშლილი აქვს სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ხედავთ მათ შორის ქალაქტივისტებს, რომლებიც ახლაც ამ წუთასაც იმყოფებიან საპყრობილეში, გამოგონილი აბსურდული მიზეზებით და ჩვენ ხედავთ ქალ პოლიტიკოსებს, ასევე კაც პოლიტიკოსებს, რომელთა წინააღმდეგაც საქმეებია აღძრული თითიდან გამოწვეული მიზეზებით და ისინი დღეს მათი ნაწილი ციხეში იმყოფება და ნაწილი ციხის გზაზეა და ასეთები არიან ჩვენი კოალიციის ლიდერებიც. აქვე უნდა აღვნიშნოთ ასევე ამავე რეჟიმის ესეთი რაღაცა ბრუტალური ფორმები დაკავებისაც მათ შორის არამხოლოდ ზეწოლის და აქ უნდა ვახსენოთ აუცილებლად ნიკამელია, რომელიც არათუ დააკავეს, არამედ გაიტაცეს საერთოდ სასამართლო პროცესის წინა დღეს და დღევანდელ დღემდე საერთოდ ამასთან დაკავშირებით განცხადებას არ აკეთებენ ისინი. აი სწორედ როგორც დღეს თინასთან დაკავშირებით აცხადებენ, ერთი და იგივე სიტყვებია ეთერში შემოსვლამდე ვნახულობდი სწორედ რუსული ოცნების ლიდერების განცხადებებს და ორ სიტყვას აჟღერებენ ძალიან ხშირად ზღაპარი და სპექტაკლი. ასევე იყო სწორედ ნიკამელიასთან დაკავშირებით, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ ნიკამელიამ დააშავა და აი ადმინისტრაციული პატიმრობა სწორედ ამიტომ მიესაჯა წინა დღეს და თურმე ამიტომ გაიტაცეს, მაგრამ არ გვეუბნებიან, რატომ მოგლიჯეს კამერები, რომელიც მანქანებში იყო და არ გვაჩვენებენ იმ ჩანაწერებს, სადაც ნათლად ჩანს ჩემი ღრმა რწმენით, როგორ გაიტაცეს ნიკამელია და თუ რაიმე დააშავა, მაშინ ამ კამერებზე აუცილებლად ასახული უნდა იყოს. დღეს მე-12 დღეა უკვე მისი დაკავებიდან და ჩვენ ხედავთ, რომ არანაირი გამოხმაურება ამას არ ქონია. ისინი უბრალოდ საკუთარი ელექტორატისთვის ალბათ და მათ შორის ჩვენთვისაც ძალიან ესე მტკიცედ უბრალოდ აცხადებენ, რომ ჩვენ ყველანი დამნაშავეები ვართ და მე ვფიქრობ, ერთადერთი დანაშაული, რაც თითოეულ ჩვენგანს აქვს, ეს ჩვენი სამშობლოს სიყვარულია და ბრძოლა ამ სამშობლოს დამოუკიდებლობის და თავისუფლებისთვის. და აი დღეს რაც ვნახეთ, ეს არ ვიცი, რანაირად შეიძლება რეჟიმმაც კი არ გააკეთოს რაღაცა ისეთი მოჩვენებითი განცხადება მაიც, რომ ქალ პოლიტიკოს ლიდერს აი ასეთი გზებით და მეთოდებით ყოველდღე ამაზრზენი მეთოდებით ებრძვიან და ცდილობენ, რომ ის გააჩუმონ და მეტიც მას კიდევ ბრალს დებენ იმაში, რომ ის რაღაც ზღაპრის და სპექტაკლის გმირია და ასეც აქვს ადგილი. ხო, ну აქ კიდევ ესეთი განცხადებები იყო, რომ აი თინა გაჩვენა ვისრაში ჭირდება და ასე შემდეგ, ну რა საფრთხეს წარმოადგენს და ასე. თქვა როგორ ფიქრობთ, ანუ მართლა რა საჭირო იყო ხა ეს ყველაფერი რა პრობლემა შეიძლება ექნებოდეს ნაციონალურ მოძრაობისგან დღეს ხელისუფლებასთან, თქვა თინა ბოკუჩავასთან. ეს ემსახურება, ეს განცხადება, კონკრეტულად ეს განცხადება ემსახურება დაკნინებას მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების თვალში ერთ-ერთი ლიდერის, ქალი პოლიტიკოსის, რა თქმა უნდა, ის წარმოადგენს ერთ-ერთ წინახაზის მებრძოლს, იმიტომ რომ პროდასავლური პარტიის ლიდერი არის, რომელსაც ყავს თავისი მნიშვნელოვანი ელექტორატი და რომელსაც აქვს გავლენები, რა თქმა უნდა, ამ ელექტორატთან დაკავშირებით და რაც ყველაზე მთავარია, აქვს მკვეთრი პოზიცია განსაკუთრებით თანმიმდევრულობასთან დაკავშირებით და ერთ-ერთი ასეთი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც არის მათ შორის, რომელში შეთრევასაც ცდილობს დღეს რუსული ოცნება პროდასავლური პარტიების და ამას ვერ აღწევენ ისინი, როგორც ჩვენ ხედავთ და საბოლოო ჯამში ცდილობენ, რომ როგორღაც შეტევა განახორციელონ ამ პარტიების ლიდერებზე და ძალიან ბუნებრივია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ აგერ ჩვენი კოალიციის 4 ლიდერიდან 3 ციხის გზას გაუყენეს და ნაციონალური მოძრაობის და იმ კოალიციის ერთ-ერთ ლიდერს აი ასეთი ამაზრზენი მეთოდებით ებრძვიან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ მეთოდებში არაფერი ახალი არ არის, მათ აი ეს ყველაფერი, რასაც თავად აპელირებენ, ქართველობა, კაცობა, ტრადიციები,
ქალის პატივისცემა ეს ყველაფერი დააკნინდეს მთელი ამ პროცესების მანძილზე და განსაკუთრებით გაყალბებული არჩევნების შემდგომ და ამას ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ, როდესაც ისინი ქალებს აყენებენ შეურაცხყოფას და აი ესეთი ამაზრზანი მეთოდებით ებრძვიან. ხო, ბატონო, კოტე იოსელიანის გამოჩნდა თავად, სოციალურ ქსელში გაავრცელა როგორც ჩანს ეს კომენტარი. ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი კოტე იოსელიანი ვიდეო ჩანაწერის მეშვეობით უტა ივანიშვილისთვის ბოდიშის მოხდის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რაზეც ერთხელ უკვე მოხდილი მქონდა ბოდიში სამართლიანად, იმაზე მეორედ ბოდიშის მოხდა არ ყოფილა არანაირი მორალური თუ პრინციპული კომპრომისი, რაც მით უმეტეს განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას. რუსული მდაბიო მოღალატეობრივი და ანტიქართული რეჟიმი უნდა განადგურდეს და ამაში ისევ იქ ვდგავარ, სადაც ყოველთვის ვიდექიო, წერს სოციალურ ქსელში კოტე იოსელიანი. ხო, იმედია უფრო მეტ დეტალს მოყვება ისიც და სხვაებიც რა მოხდა და როგორ მოხდა ეს გატაცება, ალბათ ჩვენება თუ მისცეს პოლიციას იქაც ამას მოყვებოდა და იქ იმედია რაღაც კამერების ჩანაწერებიც არსებობს. ქუჩაში თუ ქუჩიდან მოხდა ეს ყველაფერი, სადღაც ყველგან კამერა დგას და ახლა არ ვიცი იქ შეიძლება. მე არ მაქვს ამის იმედი, სიმართლე რომ გითხრათ, რომ რომელიმე კამერის ჩანაწერს ამოიღებენ და გვაჩვენებენ, როგორ გაიტაცეს ადამიანი და წაიყვანეს ერთ-ერთ სამართალ დამცავს ვეღარ უწოდებ ამ სტრუქტურებს და სისტემებს, იმიტომ რომ დღეს ახლა უკვე უბრალოდ ხელმძღვანელი შეცვალეს და გელაგელაძის ხელმძღვანელობით ვნახავთ ჩვენ პროცესებს, რომელიც იმართება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და არანაირი მე არ მგონია რომ ამ კადრებს გაასაჯაროვენ, ისევე როგორც ნიკამელიას მანქანების ჩანაწერები 12 დღე არ გასაჯაროვებულა და მათ არ წარმოუდგენიათ მტკიცებულება იმის, რომ მან რაიმე დაარღვია სასამართლო პროცესის წინ, მით უმეტეს იმ პროცესის წინ, როდესაც ის ისედაც ელოდა დაკავებას და უბრალოდ მიდიოდა გადაცემაში სტუმრად. ამიტომ მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ამ კადრებს წარმოადგენენ და ოჯახის ხელყოფასთან დაკავშირებით, აი როდესაც ოჯახის სიწმინდეზე და რაღაც ოჯახურ ღირებულებებზე საუბრობენ, ესეც უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად. აი ოჯახის ხელყოფასთან დაკავშირებით მტკიცებულებებს წარმოადგენენ გელაგელაძის სტრუქტურის საწინააღმდეგოდ. ამის არანაირი იმედი არ მაქვს, მაგრამ მაგერ გამოჩნდება ამ დღეებში, ალბათ უახლოეს მომავალში რას ქონდა ადგილი. ეს გატაცება ახსენეთ, მელიას დაკავებასაც გატაცებას უწოდებთ, ხო? მოდით აუხსნათ მაშინ ჩვენს რადიო მსმენელებს, რატო უწოდებთ მის დაკავებასაც გატაცება. დიახ, ეს იყო გატაცება, იმიტომ რომ ნიკამელია გადაადგილდებოდა ლისტის მიმართულებით, სადაც ერთ-ერთ გადაცემაში იყო სტუმრად მოწვეული, ძალიან ჩვეულებრივ გადაადგილებას ჰქონდა ადგილი, გააჩერა sapatrulo პოლიციის ეკიპაჟმა და იმ მოტივით, ვითომ და უნდა შემოწმებინათ შუშების დაბურვის ხარისხი, შეაყოვნეს ისინი და როდესაც აი ამ sapatrulo პოლიციის თანამშრომელმა დაინახა მანქანაში, რომ ნიკამელია იმყოფებოდა, რაც იქ გადასცა თავის ზემდგომებს ალბათ ან თანამშრომლებს, რომ ობიექტი ადგილზე იყო და ამ დროს აი ზუსტად ლისის სერპანტინებთან ვეძის ზევით, სადაც არის ფიჭვნარი, იქ გადმოხდა 50-დან 60-მდე ადამიანი, რომლებმაც გადმოათრიეს ფაქტობრივად ნიკამელია მანქანიდან, მისი დაცვის განეიტრალება მოახდინეს, საკმაოდ შეურაცხყოფელი სიტყვებით და მუქარით, მათ შორის დაცვის წევრებზე და მამუკამდინარაძემ თქვა, რომ თუ არ უნდა დაკავებაო, არ მიაყენებდაო შეურაცხყოფასო პოლიციელებს. ხო და ასეც ადგილი არ ქონია ამაშია საქმე, რომ იმ მანქანაში არაერთი კამერა იდგა თან, ერთი კამერა არ იყო, ერთი რეგისტრატორი და თითეული მათგანი მოგლიჯეს და ისე წაიღეს. ფაქტია, რომ იქ არის ჩანაწერი და იქ არის მტკიცებულება, როგორც მამუკამდინარაძე ამბობს, როგორ მიაყენა ნიკამელიამ შეურაცხყოფა და წარმოადგინონ ეს მტკიცებულებები 12 დღე გავიდა და მე მგონია, რომ ჭუმოქ საერთოდ აღარ არსებობს აღარც ის კამერა და აღარც ის ჩანაწერები. სწორედ ამიტომ ვუწოდებთ ჩვენ გატაცება, სადაც თითეულ ნაბიჯზე რეჟიმი აჩვენებს ადამიანებს, რიგით მოქალაქეებს, რომ თუ კი პოლიტიკურ ლიდერებს, თუ კი საზოგადოებისთვის ცნობად სახეებს, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტებს უბედავენ ამდენს და შეუძლიათ, რომ ასეთი ბრუტალური მეთოდებით ებრძოლონ, როგორც ფიზიკური დაპირისპირებით, ასევე მათ შორის ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლით, როგორცაც გუშინ და დღეს ჰქონდა თინა ბოკუჩავას ოჯახის შემთხვევაში, შეუძლიათ ნებისმიერი რიგითი მოქალაქე სწორედ ასე დააშინონ და ჩამოაშორონ პროტესტს, მაგრამ მე
გონია რომ ეს ხალხი ან ქართველის გენს და რაღაც ისტორიას არ იცნობს ნორმალურად, იმიტომ რომ სხვაგვარად შეუძლებელია უბრალოდ ასეთი ტიპის მეთოდებით ებრძოლო საკუთარ მოქალაქეებს, თუ კი კარგად იცნობ მათ გენეტიკას, იმიტომ რომ ერს არ ქონია შემგუებლობა რუსულ რეჟიმთან არასდროს და ახლა ძალიან შემოკლებულ დროში და ძალიან დაჩქარებულად სწრაფი ნაბიჯებით გადაწყვიტეს, რომ გაცხადებულად ჩვენ გავხდეთ რუსული გუბერნიის რაღაც სახეობა, მაგრამ ამას ადგილი არ ექნება მით უმეტეს ამ საუკუნეში. რაღაც გადაცემების მცდელობაზე და ასე შემდეგ საუბრობ თუ გადაცემებზე, რომელსაც მოქმედებებს, რომელსაც ხათინა ბოყუჩავას გადაცემას უწოდებს და თქვენს გადაცემას უწოდებს, კიდევ ერთი ადამიანი, ვინც მის დაკავებას გადაცემას უწოდებს, არის ბატონი ბაჩიაშვილი და რომლის განცხადებასაც ასევე გავაცნობ ჩვენს მაყურებლებს, რომელიც დღეს მან სასამართლოზე გააკეთა. პატივცემულ მოსამართლე მიმართა დღეს ბაჩიაშვილმა მოსამართლეს 13 წელი მუშაობდა ივანიშვილისთვის სტრუქტურაში. საჯაროდ განვაცხადა, როგორ ხდებოდა სახელმწიფოს მიტაცება. მან პირდაპირ მომთხოვა იმ ანტიდასავლური, ანტიევროპული წერილების გამოქვეყნება, რომელსაც დღემდე ბატონი შათირიშვილი აქვეყნებს. ზუსტად აქ ჩაეყარა საფუძველი იმ დაპირისპირებას, რომელიც ჩვენ შორის მოხდა. ივანიშვილმა მომიწყო სასამართლო პროცესის იმიტაცია, რომელიც 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ერთ-ერთი გზა დამიტოვა ჩემბერის ხელში აღება. ამაშია მთელი უბედურება, თუმცა ესეც არ ეყო და შემდეგ კრიმინალურ მეთოდს მოტაცებას მიმართავ ამბობს ის. ამ ბაჩიაშვილის გადაცემაზე საუბრობს. იმ მეთოდს, რომელიც 90-იანებში მას ძმა მოსტაცეს. იმ მეთოდს, რომელთაც კალაძეს მოსტაცეს ძმა ზუსტად იგივე მიზნით, ფულის გამოძალვის მიზნით. ერთადერთი სხვაობა ის იყო, რომ იმ გამომძალველებს და მომტაცებლებს სახელმწიფო მიტაცებული არ ჰქონდათ. ყველა ნორმის დარღვევით, თავზე მეშოკ ჩამოფარებული, უკანონოდ საერთაშორისო კანონის დარღვევით საქართველოში ჩამომიყვანესო ამბობს ბაჩიაშვილი. ეს იყო ივანიშვილის შეკვეთით და სუსის მიერ შესრულებული სპეცოპერაცია. და აქვე ამბობს საინტერესო რამის, ბატონი ანრი ოხანაშვილი, მოგხსენებათ ის სუსის ახალი უფროსია, იმყოფებოდა იმ ბორტზე, რომლითაც მე მომიტაცეს. თქვენთვის ალბათ გასაკვირი არ არის, მაგრამ ამ დანაშაულს სუსი იძიებს. ანუ სუსი იძიებს თავის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს. მე როგორ ვიპოვო სამართალი, სად დავიცვა თავი, როგორ ვანდო თავი იმ სასამართლოს და ასე შემდეგ უკვე სასამართლოზე საუბრობს. ეს თემას ალბათ საინტერესოა, ხო? აქ საუბარი არ მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლებზე, რომლებიც საუბრობენ გადაცემაზე, არამედ საუბარია მის ყოფილ თანამებრძოლზე, რომელიც უკვე საუბრობს გადაცემაზე, სხვა ქვეყნიდან მოტაცებაზე და მის ჩამოყვანაზე. და საინტერესო რამის ამბობს, რომ კრიმინალური მეთოდებით როგორც მოქმედებდნენ, თქვა ადრე ივანიშვილის მაგაიტაცეს, კალაძის მაგაიტაცეს, ისე მოქმედებენ ეს უკვე ამ შემთხვევაში სახელმწიფო მოქმედებს, ამბობს ბაჩიაშვილი, და ეთანხმებით მას ამაში. დიახ, რა თქმა უნდა, ვეთანხმებით და ეს არის ერთგვარი სიმპტომით და ნიშანით დღეს რეჟიმის მსახურებისთვის, მე ასე ვფიქრობ, თუ კი დღეს ვინმეს კიდევ დარჩენია რაციონალური აზრი, ალბათ უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ თითოეული მათგანი შესაძლებელია გახდეს სწორედ ასეთი რაღაცა ტერორის მსხვერპლი და შევიწროების მსხვერპლიც. ეს არ არის ახალი ამბავი, რომ ისინი თავიანთ თანამებრძოლებს შემდგომ უკვე მათ შორის აგერ სისხლის სამართლის საქმით დევნიან. ჩვენ ვნახეთ ბატონი გახარიას ეგრეთ წოდებულ კომისიაზე მისვლა და მასთან კომუნიკაციის ფორმა, იმიტომ რომ ის იყო მათი ერთ-ერთი ესეთი მნიშვნელოვანი ლიდერი, შეიძლება ითქვას, რომელსაც საკმაოდ გავლენები ჰქონდა არამხოლოდ სახელისუფლებო ვთქვათ ფრთებში, არამედ მათ ელექტორატშიც და ჩვენ ვნახეთ, როგორი დამაკნინებელი იყო მისდამი დამოკიდებულება. და იგივე არის ბაჩიაშვილის შემთხვევაში, მას არ ეკავა პატარა პოზიცია და ის არ წარმოადგენდა მცირე ფიგურას აღნიშნული რეჟიმის წარმომადგენლებისთვის ამ შემადგენლობაში. ამიტომ თითოეული ის ადამიანი, რომელიც დღეს წარმოადგენს რეჟიმის მსახურს, აუცილებლად უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ რას და ვის ემსახურება. გარდა იმისა, რომ ისინი საკუთარი შვილების და მომავლისთვის იქნებიან აუცილებლად შერაცხულები მოღალატეებად და დამნაშავეებად, სადაც სამშობლო იყიდება პირდაპირ მნიშვნელობით, ასევე უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რომ წარმოადგენენ დანაშაულებრივი დაჯგუფების გარკვეულ ჭანჭიკებს, რომლებიც უბრალოდ დავალებას ასრულებენ ერთი კაცისთვის, რომელსაც თავის მხრივ აქვს რუსეთისგან მიღებული ძალიან მნიშვნელოვანი დავალება და ეს შესასრულებელია აუცილებლად. კი ბატონო, და ეს თემა რო შევაჯამოთ, ვიდრე ადგილობრივი არჩევნების თემაზეც მინდა თქვენ გითხოთ. რა
ტიპის ქვეყანა მივიღეთ ამ ყველა საქმიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებს თქვენი შეფასებით? დიახ, ჩვენ ვიღებთ რეალურად უკვე ავტოკრატიულ რეჟიმს, სადაც გასაქანს არ აძლევენ არანაირ თავისუფალ და საღ აზრს, რომელიც იბრძვის ამ ქვეყნის ნათელი პროგრესული მომავლისთვის და წყალში ყრიან ყველაფერი იმას, რისთვისაც უბრძოლია ამ ერს საერთოდ. ანუ ანადგურებენ ღირებულებებს, რომელიც ამ ერს გააჩნდა და ამავდროულად უნადგურებენ მომავალს, რომელიც ძალიან ახლოს არის, ძალიან ხელშესახებია, ისე როგორც არასდროს ამ საუკუნეში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შანსი, რომ დავეხსნათ ამ მმართველობის ამ ტიპს და გქონდეს ნამდვილი ღირსეული ევროპული მომავალი. და ეს მართლაც არ არის შორს, ეს არ არის ბანალური სიტყვები, სადაც ჩვენ გვექნება ღირსეული ჯანდაცვა, თავდაცვა, უსაფრთხოება ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, სადაც არ იდგება საკითხი ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით, სადაც თითოეული მოქალაქე იქნება თანასწორუფლებიანი, მოხუცებს ექნებათ ღირსეული სიბერე და საიდანაც ადამიანებს არ მოუნდებათ გაქცევა, რასაც ჩვენ ვხედავთ უკანასკნელი წლების მანძილზე და სადაც რა თქმა უნდა შობადობა გადააჭარბებს რამდენიმეჯერ სიკვდილობას, რაც დღევანდელი მონაცემებით აბსოლუტურად პირიქით არის და ფაქტობრივად დემოგრაფიული კატასტროფაც მივიღეთ ამ რეჟიმის მმართველობის პირობებში. ანუ ნებისმიერი მიმართულება, რომელიც არ უნდა მივიღოთ, ჩვენ გვაქვს რეგრესი, ჩვენ გვაქვს უკუსლა და ვიღებთ მმართველობა, სადაც სიტყვის თავისუფლებაც, მათ შორის მედიის და თქვენი შეზღუდვის სახითაც ეს ძალიან კარგად ჩანს, განსხვავებული აზრის შეზღუდვის პირობებში ადამიანებს უბრალოდ არ ექნებათ და ალტერნატიული განსხვავებული აზრის გამოხატვის უფლებაც კი იქნება შეზღუდული, გარდა იმისა, რომ ფიზიკურად არსებობა და გადარჩენა ამ მოცემულობაში იქნება ძალიან რთული. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს, აცნობიერებს, სწორედ ამიტომ გვაქვს 200 დღემდე უკვე მიღწეული უწყვეტი პროტესტი და ეს პროტესტი გაგრძელდება აუცილებლად, მანამ სანამ რეჟიმის პატიმრები და ტყვეები არ იქნებიან თავისუფლები და არ ჩატარდება ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები. კი ბატონო, თქვენ ამბობთ პროტესტი გაგრძელდება, თუმცა არის ასევე განსხვავებული მოსაზრება, რომ პარტიებში, რომლებიც საუბრობენ იმის შესახებ, რომ უნდა შევიდეთ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. ნუ ახლა საქმე იქამდე კი მივიდა, რომ აგერ გახარიას პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ მზად არის თქვენთან ერთად, ანუ პარტიებთან, ნაციონალურ მოძრაობასთან და ყოფილ ნაციონალურ მოძრაობის გამოყოფილ ლიდერებთან ერთად განიხილოს მერობის საერთო კანდიდატზე შეთანხმება. აი ბექა ლილუაშვილმა თქვა, თუ პარტიები არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით შეთანხმება შეძლებენ, გაგვიხარდება აუცილებლად შევუერთდებით მერობის ნეიტრალური კანდიდატების შესახებ განხილვას. ანუ აი ერთიანი მერობის ერთიან კანდიდატზეც თანახმა ვიქნებითო და რამე სხვა რო გადაიფიქრებდით ამ წინადადების შემდეგ. რა თქმა უნდა, არ გადავიფიქრებთ, ჩვენ ვართ ძალიან პრინციპულები და თანმიმდევრულები ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ეგრეთ წოდებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი მოსაზრებით არის აბსოლუტურად კრიმინალიზებული არჩევნები, არ ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას, ეს არის ჩვენი ერთგვარი სტრატეგიის ნაწილიც, ერთგვარი ინსტრუმენტიც, რომელიც მოყვებოდა მათ შორის მანდატების დატოვებას, უარს დაფინანსებაზე, მათ შორის გამოგონილ კომისიაზე არ მისვლის სახით, სადაც ჩვენ უკვე ლიდერები მივიღეთ პატიმრების სახით და ახლა ამ კრიმინალურ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ძალიან კარგად ვხედავთ, აი ხა მთელი ამ ეთერის განმავლობაში ჩვენ საუბრობდით იმ მოცემულობაზე, რომელიც ჩვენს ირგვლივ არის, მათ შორის ეს იქნება CSKO მედიის თავისუფლება, სადამკვირვებლო ნაწილია გაუქმებული ფაქტობრივად ჩვენს ქვეყანაში და რომელ არჩევნებზეა საუბარი, ეს არის აბსურდი და მანამ სანამ პროტესტის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, შეუძლებელი ამ კრიმინალურ პროცესში შესვლა. ჩემ პროფესიიდან გამომდინარე, რამდენიმე დღის წინ სწორედ ვფიქრობდი და შევადარე პროცესს, როდესაც ადამიანის გული არის გაჩერებული, წარმოიდგინეთ, რომ მოინდომეს რომელიმე ექიმმა ნაღლის ბუშტის ამოკვეთა, იმიტომ რომ მასში კენჭები. აი ზუსტად იგივე ამბავი გვჭირს ჩვენ ახლა, როდესაც ანუ
ქვეყანაში არის სრული სტაგნაცია დემოკრატიის თვალსაზრისით, შეჩერებულია ყოველგვარი დემოკრატიული პროცესი და ჩვენ ახლა ვინდომებთ იქ სწორედ ქოლეცის ტექტომის ან ნაღლის ბუშტის ამოკვეთას. პირველ რიგში, რა თქმა უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ გულისცემა ამუშავდეს, ჩავატაროთ რეანიმაციული ღონისძიებები და მხოლოდ ამის შემდგომ დადგეს ეს საკითხი. რომ აი ბოიკოტი მაგას როგორ დაეხმარებაო ამ ყველაფერს. იცით რა, ანუ რა იქნება ბოიკოტის მერე, ხო, ესეც. ჩემი აზრით ეს ბოიკოტიც არის. ბოიკოტი შეიძლება გამოუცხადო რაიმე ლეგალურ პროცესს, რომელიც ქვეყანაში ეს არის არალეგიტიმური ხელისუფლება, არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ დანიშნული არალეგიტიმური არჩევნები, სადაც ისინი ცდილობენ, რომ უბრალოდ ფორმალიზება მოახდინონ, რაღაცნაირი ლეგიტიმაცია მიანიჭონ თავიანთ არსებობას და მათ შორის დასავლეთსაც დაანახონ ის, რომ აი ოპოზიცია შევიდა ამ პროცესში და შესაბამისად ჩვენ ვართ ახლა ლეგიტიმურები, ჩვენი ცესკოთი, ჩვენი ხელისუფლებით, ჩვენი პარლამენტი და ეს ასე უბრალოდ არ მოხდება. ჩვენ ამ პროცესს და აი ამ გარკვეულწილად ბოიკოტს არა უარს კრიმინალურ პროცესზე ვამბობთ იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ერთგვარი ამავდროულად ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გაგრძელდეს არაღიარების პოლიტიკა, გაგრძელდეს ართანამშრომლობის პოლიტიკა და საბოლოოდ აი ჩვენი თანმიმდევრული ნაბიჯები მივიყვანოთ ბოლომდე და ის მსხვერპლი, რომელიც ახლა გაღებულია, იყოს ღირებული და ნამდვილად მსხვერპლი არა მხოლოდ რეჟიმის პატიმრების სახით, არამედ იმ 500-მდე ძვლებ დალეწილი ადამიანების სახით, რომლებიც ნოემბერში და დეკემბერში იყო ძალიან დიდი ძალადობის მსხვერპლი ფიზიკურისაც და ფსიქოლოგიურისაც და რომელიც დღევანდელ დღემდე გრძელდება და ამასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთი მაგალითი მოვიყვანეთ ახლა თქვენს ეთერში და ვისაუბრეთ და ამაზე შეიძლება დაუსრულებლად ვილაპარაკოთ. ამიტომ ამ ყველაფერს ჩვენ წყალში არ გადავყრით, ჩვენ ლიდერებით ყუილად და გაუმართლებლად არ მიდიან ციხეში იმისთვის, რომ რაიმე სახით ლეგიტიმაცია მივანიჭოთ. არის გამოჩერება დაითანხმონ თქვენი პარტია, რომ არა, ეს მე ვფიქრობ, რომ გამორიცხულია, მით უმეტეს აი მოცემულობებში. ანუ ლელო ამბობს, რომ მოდი ვილაპარაკოთ და ერთად ვიმსჯელოთ. ჩვენ ლელოს ამ ლაპარაკს და აზრის დაფიქსირებას ვთავაზობდით რამდენიმე თვის წინ, როდესაც საზოგადოებაში გაჟღერდა ამასთან დაკავშირებით კითხვები და მაშინ მივიღეთ გარკვეულწილად კონტრშეკითხვებით და კრიტიკაც, რომ ეს ერთგვარად სუსის და ოცნების შემოგდებული თემა იყო, მაგრამ ამას ნათლად და მკაფიოდ შეიძლებოდა გაცემოდა პასუხი, როგორც ჩვენ გავეცით პასუხი, რომ ჩვენ არ ვაპირებთ უბრალოდ კრიმინალურ პროცესში და დიახ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დღევანდელი აი ამ მოცემულობებით, რომელიც დღეს გვაქვს, არის ნამდვილად კრიმინალური და ეს არ გადაიხედება უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რაც უკვე ჩამოთვალე, ჩვენი ორი ლიდერი ციხეშია, მესამე გზაზე არის, ჩვენი პარტიის წევრები დაკავებულები არის. მხოლოდ რომ შეხვალთ არჩევნებში. მხოლოდ მათი გამოშვება ვერ იქნება სავაჭრო საკითხი და ამასთან დაკავშირებით არა მხოლოდ ვთქვათ, პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლობა განაცხადეს, არამედ რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრებმაც, იმიტომ რომ ეს ადამიანები გაყალბებული არჩევნების გამო სხედან ციხეს, ჩვენ ეს არ უნდა დაგვაუწყდეს, გაყალბებული არჩევნების პროტესტის გამო სხედან ციხეში და ამის გამო იმყოფებიან 4 კედელში მოქცეულები და რა თქმა უნდა, თუ კი ჩვენს მიერ დაყენებული მოცემულობები არ შეიცვლება და არ გვექნება დემოკრატიული არჩევნების რაიმე სიმპტომები მაინც ჩვენ ამ პროცესში შესვლას ნამდვილად არ დავთანხმდებით. გასაგებია. ნახოთ აბა რა იქნება, ნუ აგერ ახლა გახარი ახალი წინადადებით გამოდის, რომ ნეიტრალურ კანდიდატზე შევთანხმდეთო. ნაციონალური მოძრაობის წევრი როგორც გითხარით, ლაშა ფარულავა შემოგვიერთება მეორე ნაწილში თქვენ დაგემშვიდობებით, რადგან დააგვიანა პირველ ნაწილში ვერ მოვიდა, ამიტომ მეორე ნაწილს მას დაუთმობ. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ანი ქავთარაძე კოალიციას ცვლილებებისთვის წევრი იყო ჩვენი სტუმარი და როგორც გითხარით, გადაცემის შემდეგ უკვე ნაციონალური მოძრაობის წევრი ლაშა ფარულავა შემოგვიერთდება. აშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით, გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება ლაშა ფარულავა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი. ჩვენ საუბრობთ ამ პარტიის თავმჯდომარის თინა ბოყუჩალას გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც ეძღვებოდა მისი ქმრის კოტე იოსელიანის ბოდიშს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კოტე იოსელიანმა
გამოქვეყნა ვიდეო, სადაც მოიხადა 7 წლის წინ უტა ივანიშვილზე ნათქვამი რაღაც სიტყვების გამო, რომელიც მაშინ უკვე ჰქონდა მოხდილი ბოდიში და ყველა გაუჩნდა კითხვა, რა მოხდა 7 წლის შემდეგ, რატო გაახცედა ეს ამბავი და თინა ბოკუჩავამ დღეს თქვა, რომ მისი ქმარი გაიტაცეს, ის ვარაუდობს, რომ მოდულის შენობაში მასზე მოახდინეს ზეწოლა, ემუქრებოდნენ ბავშვებით და შესაბამისად ის იძულებული გახდა ეს ბოდიში თავიდან ჩაეწერა და თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ეს არის მის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, მისი დისკრედიტაციისთვის, მისი გაჩუმებისთვის და ასე შემდეგ და ანუ ბოლოს თქვა, რომ მაინც ვერ გააჩუმებენ. ლაშა ფარლოვა არის, როგორც თქვა. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. მადლობა რაღაცებაში მონაწილეობისთვის და რო შეაფასოთ ეს რაც ხდება. პირდაპირ ტერორი მიმდინარეობს. გამბედაობა ჭირდება იმას, რაც გააკეთა თინა ბოკუჩავამ, სრული მხარდაჭერა და პატივისცემა და სოლიდარობა თინას მის ოჯახს. რა თქმა უნდა, თინა ბოლო პერიოდში აქტიურობდა რეგიონებში დადიოდა და ხვდებოდა ჩვენს აქტივისტებს, მათ შორის საკრებულოს წევრებს. ჩვენი პარტიის პოზიციაა, რომ ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას ახალ რუსულ სპეცოპერაციაში, რომელსაც ივანიშვილი ატარებს 4 ოქტომბერს. შესაბამისად, თინას ქონა ეს კამპანია და მე და მათ შორის არა მხოლოდ მე, ჩვენი პარტიის წევრები სწორედ აი ამ ტერორს უკავშირებთ ჩვენი პოლიტიკურ პოზიციას, იმიტომ რომ თინა არის პარტიის თავმჯდომარე, თინა არის მათ შორის პოლიტიკოსი, რომელიც დადის ბრიუსელში, ვაშინგტონში, ჩვენს პარტნიორებს გადასცემს ხალხის მთავარ გზავნილს. რა არის, ხო? ანუ დღეს ოცნება ამბობდა, რომ აი თინა ბოკუჩავას გაჩუმება რატომ უნდა გვინდოდეს? ხო, აი ეს არის. მე რა ბაი შეგიძლია გადახვიდე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გვერდზე და ნახავ, რომ პარტია არ გაჩერებულა. თინას ქონდა შეხვედრები აბსოლუტურად ყველა ძირითად ქალაქში, რეგიონში, შეხვდა საკრებულოს წევრებს. და ყველაზე მეტად თუ ვინმე სჭირდება თვითმმართველობის არჩევნები, ჩვენ გვჭირდება, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნები, როგორც მოვლენა ივანიშვილმა გააუქმა, შესაბამისად ეს ტერორი პირდაპირ უკავშირდება მის პოლიტიკურ საქმიანობას, მის აქტიურობას, რეგიონებში სიარულს, დარწმუნებას ჩვენი პარტიის რეგიონალურ ლიდერების, რომ ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში და ეს სწორედ მის პოლიტიკურ პოზიციას და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ პოზიციას უკავშირდება. შესაბამისად ჩვენ შევედით იმ ფაზაში, ბრძოლის იმ სპირალში, როდესაც ესეთი ტერორი უკვე აღარ გვიკვირს, გამოძიებაზე საერთოდ ლაპარაკი არ არის, ჩვენ ვხედავთ არალეგიტიმური პარლამენტის წევრების განცხადებებს, რომელიც არის აბსოლუტურად ამოვარდნილი, საერთოდ ყველა ადამიანობაში აღარ ჯდება, ადამიანობის სტანდარტში აღარ ჯდება, რა განცხადებაც გააკეთა გია ვოლსკიმ, სხვადასხვა პოლიტიკოსებმა და ეს ადამიანები ლაპარაკობენ რეჟიმზე. დგანან და რაღაცა კომისია შექმნეს, რომელიც არის რეალურად ოპოზიციის ინსტრუმენტი და ლაპარაკობენ 13, 14, 15 წლის წინ მომხდარ ამბებზე, 13 წელი ამ ქვეყანას მართავენ და ჩვენ შევედით ეხა ფაქტობრივად არა მხოლოდ რუსული რეჟიმი, არამედ კადიროვის მეთოდებს იყენებს ხელისუფლება, რომელიც სამართლებრივი სივრციდან გასულია, აღარც კონსტიტუცია, აღარც სასამართლო, აღარც თავისუფალი ბიზნესი არ არსებობს. აბსოლუტურად ყველგან არის ივანიშვილის ინტერესი, ერთი ადამიანის ინტერესი და ერთმა ადამიანმა შეძლო ის, რომ ბანდფორმირებები ჩამოაყალიბა ქვეყანაში, ეს ბანდფორმირებები უკვე პოლიტიკოსებს ესხმიან თავს, პოლიტიკოსების ოჯახებში შედიან და დაიწყეს ღია ტერორი. აი პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ხო? ეს ხო პირველი შემთხვევა არ არის. ეს ხო პირველი შემთხვევა არ არის. ჩვენ ნახეთ ლევან ხაბეიშვილს როგორ გაუსწორდა ხარებას რაზმი, ვინმე დაისაჯა არავინ. თქვენი კოლეგები პირდაპირ ეთერში დაასისხლიანეს, სცემეს, ვინმე არის დასჯილი, არავინ არ არის დასჯილი. და ხელისუფლება იმის ნაცვლად რომ ფიქრობდეს, რომ ხვალ აუცილებლად დასრულდება ეს რეჟიმი და მათ მოუწევთ პასუხისგება, მათ მოუწევთ იმ სპირალის გავლა, ოღონდ მიუკერძოებელ თავისუფალ სასამართლოში და შერწყება, თავიანთი შვილების შერწყება, იმიტომ რომ ჩვენ გვიდა ისეთი ქვეყანა, სადაც ყველას უფლება დაცული და გარანტირებული იქნება. რაზე ვლაპარაკობთ? ოჯახებზე, პატარა, არასრულწლოვან ბავშვებზე ვლაპარაკობთ და ქალი ლიდერია თინა ბოკუჩავა, თუმცა ბევრ მამაკაცს არ ექნებოდა გამბედაობა იმის, რომ დღეს ჩაეტარებინა ბრიფინგი. ეს გამბედაობა თინა ბოკუჩავას აქვს და მათ შორის არაპირებს გაჩერებას, ის არაპირებს დანებებას, ის პირიქით მოგვიწოდებს ყველას ბრძოლისკენ, ჩვენ პოლიტიკურ პოზიციას არ შევცვლით, 13 წელია ჩვენ აი ამ ივანიშვილის ლაბირინთში ვიმყოფებით და აუცილებლად გამოვა ჩვენი ქვეყანა ამ ლაბირინთიდან და აუცილებლად ჩატარდება ამ ქვეყანაში
თავისუფალი დამოუკიდებელი არჩევნები რუსული რეჟიმის გარეშე და აუცილებლად გათავისუფლდება მურუსიძისგანაც, ჩინჩალაძისგანაც სასამართლო კლანი და ქვეყანაში გვექნება მიუკერძოებელი საგამოძიებო სისტემა, რომელიც სწორედ აი ესეთ შემთხვევებს გამოიძიებს, ოღონ პოლიტიკური ჩარევების გარეშე. და ეს არა მხოლოდ პოლიტიკოსებს სჭირდება, ან ნაციონალურ მოძრაობას სჭირდება, ან ჩვენ პარტნიორებს სჭირდება. ეს სჭირდება ჩვენ ქვეყანას. რატომ? იმიტომ რომ პოლიტიკური მდგენელი აღარ უნდა იყოს პროკურატურაში, პოლიტიკური მდგენელი აღარ უნდა იყოს სასამართლოში. პოლიტიკური მდგენელი არ უნდა იყოს იქ, სადაც რეალურად სამართალი უნდა მუშაობდეს და რა თქმა უნდა, ამ პირობებში ივანიშვილის სპეცოპერაციაში შესვლა არა მხოლოდ ოპორტუნიზმია, არა მხოლოდ ბრძოლის მთავარი ბრძოლის ღალატია, არამედ არის დამცირება, იმიტომ რომ ივანიშვილი რეალურად საკუთარ ბუდკაში გვეპატიჟება და ზოგიერთები ამ ბუდკაში შესვლას აპირებენ და ქართულ ჯიგრულ პონჩი რო ამბობდა გიორგი გახარია, ანუ კორუფცია ქართულ ჯიგრულ პონჩი მოსულა და პოლიტიკოსები როდესაც ციხეშია, როდესაც პოლიტიკოსებს ოჯახებში უვარდებიან, პატარა ბავშვების სიცოცხლით და უსაფრთხოებით ემუქრებიან, ეს ვაჟბატონი აპირებს არჩევნებში მონაწილეობას და ეხლა როგორ არის ქართულ ჯიგრულ პონჩი როგორ იხსნება ეს ამბავი. აი აქ ვიხსნას, ქართულ ჯიგრულ პონჩი თუ მოსულა კორუფცია, რასაც წლების წინ ამბობდა, აი ეს როგორ ჯდება შენი პარტნიორები ოპოზიციონერები, როდესაც ციხეში არიან, როდესაც მიმდინარეობს ღია ტერორი, როდესაც 50-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი, სინდისის პატიმარი ყავს ამ ქვეყანას. ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ, რომ აღარ არის ამ ქვეყანაში პოლიტიკა, აღარ არის დემოკრატია, პოლიტიკური პარტიები, როგორც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები აღარ არსებობენ. ჩვენ გვაქვს ერთი ბრძოლის ხაზი და ამ ბრძოლის ხაზში ჩვენ უნდა გქონდეს ერთი მესიჯი, ერთი გზავნილი და ბრძოლის ერთი ინსტრუმენტი. რა არის ეს, რომ ქუჩა და მეორე ჩვენ უნდა გქონდეს მოთხოვნა და გვაქვს ეს მოთხოვნა ახალი არჩევნების რას გულისხმობს? ამაზე პასუხობენ რომ აი ქუჩიდან არ გამოდის არაფერი, რევოლუცია გინდა. არა, რატომ მოიცავთ არა მაშინ რევოლუცია უნდა მოაწყო და რევოლუცია ვინ შემოიტანა განხეთქილება მათ შორის რუსთაველის გამზირზე. აი ეს ბატონები არიან, რა დროს ნაცობის და ქოცობის დატოლების დრო არის? პოლიტიკური პარტიები აღარ არსებობენ. ანუ გვეუბნება პირდაპირ კაცი ყველას გაგაუქმებთო და ანუ იმიტომ ხო არ შედიხართ ამ არჩევნებში რომ არ გინდათ რომ პოლიტიკური პარტიები რა ქვია გაგიუქმონ და პირდაპირ ივანიშვილთან შედიხართ. აი მე ვფიქრობ რომ ეს არის. მათ შორის ველს აქვს პოზიცია რომ მოდი ვიმსჯელოთ კი არა პირდაპირ მოწოდებას აკეთებენ სინდისის პატიმრები, მოწოდებას აკეთებენ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, რომ ეხა ბრძოლის მიტოვება არის ღალატი არა მხოლოდ პატიმრების. ის ბიჭები რეზო კიკნაძეს რო უყურებ, აი ნამდვილი გმირია, ჩვენ ვხედავთ, აი ნამდვილი გმირი. და იმის ნაცვლად რომ ჩვენ ამ გმირების გაყვალულ გზაზე ვიდგეთ და ამ კალაპოტში ვიდგეთ, ღალატობთ ამ ბრძოლას. და არ არის ეს მხოლოდ ოპორტუნიზმი, ეს არის ნამდვილად ღალატი და არც ქართულ ჯიგრულ პონჩი არ ჯდება ეს. არ მინდა ის სიტყვათა წყობა გამოიყენო, როგორც აფასებს ქუჩაში ნებისმიერი, რა ქვია, კაი ბიჭი, როგორც ამას იტყოდა ისა გიორგი გახარია. არ ჯდება ეს. არასწორია, არაკაცურია, არაადამიანურია და არაქართულია. და თუ ლაპარაკობთ იმაზე, რომ ეს მოსულა, რომ ამდენი პოლიტიკური პატიმარი იყოს, აგერ მთავარი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერზე და თავმჯდომარეზე ტერორი მიმდინარეობს და არასრულწლოვანი ბავშვებით ემუქრებიან. რაზე ვლაპარაკობთ? მე რა შვილები გვყავს და ჩვენ ისეთი ქვეყანა გვინდა, სადაც ყველა იქნება დაცული. კრიტიკა კი არა, ჩვენ გავიარეთ ყველაფერი ნაციონალურმა მოძრაობამ, რაზე რომ სწორედ ის ჩინჩალაძე, ის მურუსიძე, ის მიკერძოებული გამოძიება, ის პოლიცია, პოლიტიკური პოლიცია, სწორედ იმის შედეგი იყო, რომ ნაციონალური მოძრაობა ხალხმა შეცვალა და ჩვენ ეს არჩევნები ვაღიარეთ, იმიტომ რომ სიმპტომი, რომელიც გამოვლინდა, იყო გამოსასწორებელი, გასაჯანსაღებელი იყო სახელმწიფო ინსტიტუციები და მივიღეთ არა მხოლოდ საპირისპირო, არა უბრალოდ იგივე მივიღეთ, იგივე და უარესი. პირდაპირ ხედავთ პოლიტიკოსებზე არა მხოლოდ ძალადობას, არამედ ოჯახებში უვარდებიან და ესე გაგრძელება შეუძლებელია და ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. ივანიშვილს თუ გონია რომ ვიღაცას დააშინებს, მერე პოლიტიკოსები ამ ქვეყნიდან წავლენ. ჩვენ ხო ნახეთ რომ ბელარუსიაში რა მოხდა. აშინებს ლუკაშენკო და პოლიტიკოსები ოჯახის წევრებთან ერთად ტოვებენ ამ ქვეყანას. ჩვენ ამ ქვეყანას არ დავტოვებთ, ამ ბრძოლიდან არ გავალთ, არც გავჩუმდებით, არც ციხის შეგვეჩინდება, არც უკან არ დავიხებთ. ჩვენი ტყავი რო დაჯდეს,
მზად ვართ ეს ტყავი შევაგდოთ ამ ბრძოლაში და გავიაროთ აბსოლუტურად ყველაფერი. რატო? იმიტომ რომ ივანიშვილი რაც არის, ეხა ქართული საზოგადოება ხედავს, რომ ივანიშვილი ამ ქვეყანას აბარებს რუსეთს და ჩვენ ამ სპეცოპერაციაში, რომელსაც არჩევნებს ეძახის და რეალურად ეს არის აი 1991 წლის 31 მარტს რო ქართულმა ხალხმა საბჭოთა იმპერიას უარი რო უთხრა და რუსულ პოლიტიკას უარი რო უთხრა და კრემლს რო უარი უთხრა 4 ოქტომბრის არჩევნები არის კი რუსეთს და ჩვენ არა მხოლოდ არას ვეთქვით რუსეთს, არამედ ბოლომდე ვიტყვით ქართულ ხალხთან ერთად, რომ ეს რეჟიმი უნდა დაერქვას. რაც ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო, რა თქვენთან ერთად რაღაც ერთობლივ კანდიდატს დაუჭერდნენ, ხარს ასეთი რამ ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო, იმიტომ მათ სულ ჰქონდათ განცხადებული, რომ აი ნაცებთან ერთად არაფერს არ გავაკეთებთ, რაღაც მათი იდენტობის ნაწილი იყო, ხო, თქვენთან დაპირისპირება. დღეს აგებექელულაში გამოვიდა, რომ მზად ვართ საერთო მერობის კანდიდატის განვიხილოთო და შესაბამისად ეს რამდენად შეიძლება აღმოჩნდეს საინტერესო წიადადება. მე რა ხა და აი არის მოსაზრება რომ ერთიანი მერობის კანდიდატი თუ გავალთ, ეხლა იმ გაყალბებულ არჩევნებში თუ მოვიგეთ თბილისი, ეხლაც მოვიგებთ. ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვართ 13 წლის განმავლობაში, რომელსაც აქვს ადგილობრივ მუნიციპალურ არჩევნებში კონკრეტული შედეგი დაუდია. გამარჯვებული მერი ყავს ჩვენ. ყავდა, გარდაიცვალა, გია ხარშილავა, თუმცა ჩვენი წარმომადგენლები აგრძელებენ წალენჯიხაში მუნიციპალიტეტის მართვას. და იქ არის კოალიციური მმართველობა. ჩვენ ეს არა მხოლოდ გვინახავს, ანუ პროცესში ეხაც მართავთ და თუ არა მხოლოდ წალენჯიხაში, არა მე რა გეტყვი, არა მხოლოდ წალენჯიხაში, არამედ აბსოლუტურად ყველგან ფრაქციები გვაქვს და მათ შორის რუსთავში უმრავლესობა ქონდა და არაერთ მუნიციპალიტეტში საკრებულოები ჩვენი იყო. გახარიასთან ერთად გავაკეთეთ ეს, რომ ჩვენი იყო უმრავლესობა. მაგრამ გიორგი გახარიამ სხვა გზა აირჩია. მან აირჩია ქართულ ოცნებაში დაბრუნება და ჩვენ ქართულ ოცნებაში და რუსულ პარტიაში დაბრუნებას კი არ ვაპირებთ. ჩვენ რუსული პარტიის დამარცხებას ვაპირებთ. და ეს კარგად უნდა ესმოდეს. კომპრომისი ქართულ ოცნებასთან არ იქნება. და თბილისის შემთხვევაში მე რა, ხა ერთიანი კანდიდატის პირდაპირ გეუნები ამ კაცს ტაბლო ხელში უჭირავს და რაც იფრსაც უნდა იმცირს დაწერს და ერთი თავარი მდგენელი რა არის რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები აბსოლუტურად სხვა მოდელია, სხვა მეთოდოლოგიით ტარდება. აღარ იღებს მონაწილეობას, ხო? რა ქვია, ემიგრაცია, აღარ არის იმხელა ჩართულობა, ინტერესი და პლუს ამისა ქუჩაში ეხლა ხალხი არის ბრძოლაში, 5000 ლარიანი ჯარიმები აქვს 10000-ობით ადამიანს. პატიმრები არსებობენ, სინდისის პატიმრები არსებობენ. ადამიანები გვიყურებენ, გველოდებიან და მოითხოვენ ჩვენგან გუშინ ემიგრაციასთან მქონდა ონლაინ ჩართვა ემიგრაციასთან და რა თვითმმართველობის არჩევნებში პირდაპირ მოწოდებებს აკეთებენ ჩვენი თანამოქალაქეები, ემიგრანტები, რომ მზად ვართ ჩვენი ფინანსური რესურსი ჩავდოთ იმაში, რომ თქვენ იაროთ რეგიონებში და ჩამოიყვანოთ ხალხი თბილისში და ბრძოლა გავაგრძელოთ. ემიგრაცია ჩვენგან ითხოვს აქტიურობას და ჩვენი თავარი მიზანი ახლა რა არის? ერთის მხრივ უარი ახალ რუსულ სპეცოპერაციას, რომელიც არის რეფერენდუმი რუსეთში დაბრუნების, პირდაპირ შეიძლება ამას უწოდოთ რეფერენდუმი რუსეთში დაბრუნების. ანუ ვირჩევთ ბრძოლის გზას, ორგანიზებას უწევთ ჩვენი თანამოქალაქეების რეგიონიდან ჩამოყვანას და ვაგრძელებთ ბრძოლას რუსთაველის გამზირზე. ახალი ენერგიით, ახალი ძალით და არა მხოლოდ სიტყვები უნდა იყოს, ეს უნდა იყოს ნაბიჯები, კარგად ორგანიზებული და ამას სჭირდება მათ შორის კონკრეტული სტრატეგია. აი ხა ყველაფერს ვერ ვილაპარაკებთ, თუმცა ერთობაზე, როდესაც არის საუბარი, როდესაც არის ერთობაზე, პირველი რასაც არ უნდა უღალატო, არის პატიმარი. პატიმარს არ უნდა უღალატო და კოლეგას არ უნდა უღალატო, რომელსაც ოჯახში უვარდებიან, ქმარს უტაცებენ. და შვილების არასრულწლოვანი შვილების უსაფრთხოებით ემუქრებიან. და თან ეს ლიდერი არის ქალბატონი და უფრო მეტი გამბედაობა აქვს, ვიდრე დანარჩენი პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, რომლებიც ახლა გვთავაზობენ საერთო კანდიდატს. და ეს საერთო კანდიდატი პირველად ხო არის თვინ გააჟღერა, იაგო ხვიჩია, რომელსაც აქვს მიზანი, თავისი მიზანი, რომ კარგად იყოს ქართულ ოცნებასთან ერთად კოაბიტაცია ქონდეს ქართულ ოცნებასთან და ჩვენ რუსულ პარტიასთან არც კოაბიტაციას ვაპირებთ, არც კომპრომისს ვაპირებთ, ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას და ამ ბრძოლაში ქართულ ხალხთან ერთად დარწმუნებული ვარ. მადლობა დეიდე, ლაშა ფარულავა, ერთიანი ნაციონალური პარტიის წევრი იყო ჩვენს ხმარი, ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა, მე ხვალამდე გემშვიდობებით.